სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგი კითხვა არ ვიცი ვინ სვავს, მაგრამ არის ძალიან პრაქტიკული და ეს მეც ყოველთვის მაწუხებდა ეს თემა და ეს არის ალბათ ძალიან დიდი მკვეთრი განსხვავება იმასთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა პირველ დღეებში, როცა ეკლესია ყალიბდებოდა, რომელიც გადმოცემულია მოციქულთა საქმეებში. და მართლაც ეს გულსატკენია და ამას უფრო ხვდებიან ემიგრანტი ადამიანები, რომლებიც ჩადიან ამერიკაში, დასავლეთში და ხვდებიან იმას, რომ გაუცხოებას აქვს ადგილი ეკლესიებში. იშვიათია ეკლესიები, განსაკუთრებით როცა იზრდება და მეგა ეკლესიად იქცევა, იქ ისეთი ახლობლობა იყოს, ურთიერთობა, რასაც ჩვენ ხედავთ და თანამეგობრობა დავარქვათ, თანაძმობა, რასაც ჩვენ ხედავთ პირველ ეტაპზე ეკლესიაში, ეკლესიის ისტორიაში. ახლა გასაგებია, როცა ისრაელი იკრიფებოდა, ხო? ისრაელის ერთი ნაციონალური ის იყო იდენტობა და მათ ჰქონდათ რაღაცა ერთი ნაციონალური თვითშეგნება და ამითიც იკრებოდნენ, ხო? არა მარტო ენა საერთო, არამედ ტრადიციები, რაღაცა მოცემულობა და ოჯახის განცდა უფრო იყო და მიუხედავად ამისა, მანდაც დაიწყო გაყოფა ტომებს შორის. გახდოთ, ხო, როცა იღებენ უკვე მიწებს, როცა იზრდებიან, ფართოვდებიან და გაუცხოება იქაც იწყება და ბოლოს ისე თავდება, რომ ჩრდილოეთის სამეფო გამოეყოფა სამხრეთს. ომიც აქვთ. გახსოვთ მოციქულთა იმაში, რა ქვია, საჯულებში რაებია აღწერილი, ხო? დანის ტომი რას აკეთებს, ბენიამინის ტომი რას აკეთებს. იცით ხომ, როგორი მტრობაც არის. მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ ქრისტიანები, როცა არიან და ჩვენ ვიცით, იქ არიან სხვადასხვა წარმოშობის ადამიანები და იკრიბებიან უკვე ერთად. წარმოგიდგენიათ და მიუხედავად ამისა, სულიწმიდა მათ უკვე ისეთ განცდას აძლევს თანამეგობრობის, თანაძმობის, რომ იშლება ზღვარი. და აი აქ ახლა მაგალითად როცა ჩამოდიან ახლა საქართველოშიც, ხო, მაგალითად ახლა ვერ უწოდებთ მაგას ეკლესიასა ტაძარს, მაინც ერთი ეთნოსი იკრიბება დაახლოებით, ხო, ეკლესიებში. ერთი ეთნოსი და რაღაცა უფრო განწყობა შეიძლება იყოს საერთო. მაგრამ როცა თქვენ მოხვდებით ისეთ ქვეყნებში, როგორშიც, მაგალითად მე ვიცხოვრე ავსტრალია, კანადაში, ან ამერიკაშიც, სადაც არის მულტიკულტურული ცხოვრება, ხო? რა თქმა უნდა, იქ არის სეგრეგაცია და ჯგუფში ჩაკეტულობა. და ალბათ აი ეს ემიგრანტი უნდა იყოს. მე არ ვიცი, ახლა კორეას ამბობს ახსენებს, ხო? და შეიძლება კორეელიც არის და კორეელები ბევრი ყავს. ერთ-ერთი მარჯვენა ხელი ხალ ჯონ მაკარტურის, რომელიც ახლა უხელმძღვანელებს სემინარიას, ხო, ის კორეელია, რომელიც დაეხმარა ახალი ბიბლიის თარგმნაში და მან გააკეთა ეს ყველაფერი. ასე რომ ეს ზღურები ბევრგან იშლება, მაგრამ ბევრგან არა და ეს გულისტკივილი აქვთ მათ, ეს განცდა, მაგალითად, რასაც კითხულობენ ახალ აღთმაში, რომ იგივე სიახლოვეს ვერ გძნობენ. მე ეს ვიგრძენი საკუთარ თავზეც ხსნის არმიაში რო ვიყავი ავსტრალიაში, შემდეგ ვიყავი ფილი ჯემსენთან. პირველად მან განვიცადა ეს გძნობა. და როცა დაუშვათ უკვე ხარ ისეთ ურთიერთობაში, სადაც ოჯახური განწყობა არის, ოჯახური გარემო, ხო? თუნდაც დისტანციაზე ხარ. ეს უფრო ახარებს სულს და ამას ეტრფის ყველა. და იქ რაცაც კითხულობ, გინდა რომ იგივე ურთიერთობა დაინახო აქაც დღევანდელ დღესაც. და მე მესმის ამ კითხვის, იმიტომ რომ ძალიან დიდი პასუხი დაჭირდა ჯონ მაკარტურს, რომ გაეცა და ბოლოში უფრო მიხვდა კიდე საიდან მოდიოდა ეს კითხვა, პიროვნების კითხვა და ვნახავთ ჩვენ მაგას. მე იძულებული ვიქნები, რომ ეს მეორე თავი წავიკითხო და კიდე ერთხელ გაგახსენოთ თქვენ რაზეა ლაპარაკი. სალამი მოგესალმებთ, გამარჯობათ, მე მაქვს შეკითხვა მოციქულთა საქმეების მეორე თავთან დაკავშირებით და უფრო ეს ეხება 42 მუხლიდან 46 მუხლის ჩათვლით. ახლა ეს მხოლოდ ისტორიული ამბავია თუ ღმერთმა ჩამოაყალიბა ეს ნიმუში თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს ეკლესია? იმიტომ რომ მე შევამჩნიე, როდესაც თქვენ ახსენეთ თვითმაყოფილება ახსენეთ, გახსოვთ, ხო? როცა ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან პასუხისმგებლები და ზოგჯერ ხალხს არ მოწონს ესეთი სიახლოვე
და ისინი უფრო ჩაკეტილები არიან თავიანთ კომფორტულ პატარა კაფსულებში. და ჯონ მაკარტური მოდით უბრალოდ გადავხედოთ ყველაფერს და ნახოთ თუ რაზეა საუბარი. და მე წავიკითხავ ამ ადგილს ახლა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის სინდრომი უფრო ჩაკეტილობის, ინდივიდუალიზმის, ალბათ კაპიტალიზმმა მოიტანა, ეკონომიურმა, ესე თქვათ, დამოკიდებულებამ მოიტანა, რომელიც ნაკლებად იყო ისეთ სობორულ საზოგადოებებში, სადაც უფრო კოლექტიურია აზროვნება. არა მარტო კორეა, ალბათ საქართველოს, თუნდაც საბჭოთა კავშირი რუსებთან, მე რომ მოვხვდი ხო რუსებთან, კალამიცებთან რომ ვიყავი, ღამეც გამათევინინებს, გამიკვირდა რომ ღამე გამათენებინებს და მთხოვა ძალიან რომ სახში დავრჩენილიყავი პიროვნებასთან. ეს საერთოდ მიუღებელია ამერიკელებისთვის. ამერიკელები სასტუმრო და თვითონ უნდა იმას აკეთონ და იქ ძველი წესები იყო ის რა წესები და ტრადიციებიც ქონდათ. ჩვეულებრივ რუსეთში შეიძლება არ გენახათ ესეთი სტუმართმოყვარეობა, მას მინდა როგორიც აქვთ ბაპტისტებს, მაგალითად რუს ბაპტისტებს ერთმანეთთან ურთიერთობაში მიყვებიან იმ წესებს, რომ სახში რჩებოდნენ ადამიანები და თანაც ეს გამჭირველობას იწევდა და უფრო აქ სიახლოვე. ხა საქართველოშიც ესე არის სტუმარიც, როცა მოვიდოდა და რაღაცა ჩვენ იშვიათად თუ სასტუმროში და იმაში უშვებდით, ხო? იატაკზე გვეძინა ჩვენც, ხო? და ესე ვიღებდით სტუმარსაც. შენ შემთხვევაში ეს იყო წესი და ეს არც ვიცოდით საიდან იყო, ხო? ეს ტრადიცია, სტუმართ მოყვარეობის ტრადიცია ძველიდანვე მოდის, ამას ალბათ იესომდე და განსაკუთრებით აღმოსავლეთში დღესაც სტუმარი როგორ დონეზე აყვანილი, ხო? აღარ ვლაპარაკობ ვაჟა-შაველამ რეები მიუძღნა ამ აქტს. მოდით წავიკითხოთ მეორე თავი მოციქულთა საქმეებისა. 50 დღის ზეიმა რომ მოიწია, ყველანი ერთად იყვნენ. მოულოდნელად ხმაური გაისმა ზეციდან, თითქოს ძლიერ მაქარმა დააბერაო და აავსო მთელი სახლი და სადაც ისინი ისხდნენ. და ეჩვენათ მათ გაყოფილი ენები, როგორც ცეცხლოვანი და სათითაო დაივანა თითოეულ მათგანზე. ყველანი აღივსნენ სულიწმინდი და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე, როგორც სული ამეტყველებდა მათ. და იმყოფებოდნენ მაშინ იერუსალიმში იუდეველნი, ღვთისმოშიში კაცები, ცის ქვეშეთში მყოფი ყველა ერიდან. ნახეთ, როცა ეს ხმაური გაისმა, ბევრმა მოიყარა თავი და შეშფოთა, რადგან თითოეულს ესმოდა, როგორ მეტყველებდნენ ისინი მის საკუთარ ენაზე. ყველანი გაოცდნენ და გაკვირვებული ამბობდნენ, განა ეს ყველანი, ვინც ლაპარაკობენ, გალილეველები არ არიან? როგორღა გვესმის თითოეულ ჩვენგან საკუთარ ენაზე, რომელშიც ვიშვით? პართელები, მიდიელები, ელამელები, შუამდინარეთის, იუდეის, კაპადოკიის, პონტოსა და აზიის მკვიდრნი, ფრიგიისა და პამფილიის, ეგვიპტისა და კვირინეის მხარეს მდებარე ლიბიის ოლქები, რომიდან ამოსულნი, როგორც იუდევლები, ისე პროზელიტები, კრეტელები და არაბები უსმენთ, ჩვენი ენებით რომ ლაპარაკობენ ღვთის დიდ საქმეებზე. ყველა გაოცებული იყო, საგონებელში ჩავარდნენ და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ნეტა რას ნიშნავს ეს? სხვები კი დაცინვით ამბობდნენ, მაჭრით არიან მთვრალები. ხოლო პეტრე 11-თან ერთად წამოდგა, ხმა იმაღლა და უთხრა მათ, იუდეველნო და იერუსალიმის ყველა მკვიდრო, დაეცნობილი იყოს ეს თქვენთვის, ყური დაუგდეთ ჩემს ნათქვამს, ვინაიდან მთვრალები არ არიან ისინი, თქვენ რომ გონიათ, რამე თუ დღის მესამე საათია ახლა, არამედ ეს ითქვა წინასწარმეტყველ იოველის მეშვეობით. იქნება უკანასკნელ დღეებში ამბობს ღმერთი, რომ ჩემი სულისაგან გადმოუღრი ყველა ხორციელზე და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და ასული, თქვენი ჭაბუკნი ჩვენებებს იხილავენ, თქვენს მოხუცებულებს სიზმრები დაესიზმრებად. ჩემს მონებსა და მხევლებზეც გადმოუღრი იმ დღეებში ჩემი სულისაგან და იწინასწარმეტყველებენ. უჩვენებს სასწაულებს მაღლა ცაში და ნიშნებს დაბლა დედამიწაზე, სისხლს, ცეცხლსა და კვამლის ბოლქვებს. მზე წყდიედად იქცევა და თვარე სისხლად, სანამ დადგებოდეს უფლის დღე, დიადი და ბრწყინვალე. და იქნება ყოველი, ვინც მოუხმოს უფლის სახელს, გადარჩება. ისრაელის კაცნო, ისმინეთ ეს სიტყვები, იესო ნაზარეველი, კაცის ღვთისაგან თქვენთვის დამოწმებული, ძალით, სასწაულებით და ნიშნებით, ღმერთმა რომ მოახდინა მისი მეშვეობით თქვენ შორის, როგორც თვითონვე იცით. იგი ღვთის ჩანაფიქრით და წინასწარ ცოდნით გადმოგეცათ, თქვენ კი ურჯულოთა ხელით ჯვარს აცვით და მოკალით. მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი და შეხსნა სიკვდილის ბორკილები, რადგან შეუძლებელი იყო სიკვდილს დაეკავებინა იგი. ვინაიდან დავითიც ამბობს მასზე, ყოველთვის ჩემ წინაშე ვხედავდი უფალს, რადგან ის ჩემს მარჯვნივაა, რომ არ შევდრკე. ამიტომ გაიხარა ჩემმა გულმა და ამღერდა ჩემი ენა, ჩემი სხეულის კი იმედში განისვენებს. რადგან არ მიმატოვებ მკვდართა სამყოფელში და ხრწნილებას არ ახილვინებ შენ წმინდას. შენ
შემაცნობინე სიცოცხლის გზა და სიხარულით მავსებ შენს თანდასწრებაში. კაცნო და ძმანო, პირდაპირ უნდა გითხრათ მამამთავარ დავითზე, რომ ის გარდაიცვალა და დაიკრძალა და მისი სამარხი ჩვენ შორისაა იმ დღემდე, მაგრამ ის წინასწარმეტყველი იყო და იცოდა, რომ ღმერთმა შეფიცა მის საზარდულის ნაყოფი დაესვა მის ტახტზე. მან წინასწარ ხედვით თქვა ქრისტეს აღდგომაზე, რომ არ იქნებოდა მიტოვებული მკვდართა სამყოფელში და მისი ხორცი არ იხილავდა ხრწინილებას და ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმენით ვარ ჩვენ ყველანი. ამგვარად ამაღლა იგი ღმერთის მარჯვნივ, მამისგან სულიწმენდის აღთქმა მიიღო და მოჰბინა იგი, რასაც თქვენ ხედავთ და ისმეთ. რადგან დავითი არ ამაღლებულა ზეცად, თვითონვე ამბობს, უთხრა უფალმა ჩემს უფალს, დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს, შენს ფერხთა სადგომად. მაშინ მტკიცედ იცოდეს ისრაელის თელმა სახლმა, რომ ღმერთმა გახადა უფლად და ქრისტედეს იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით. ეს რომ მოისმინეს, გულზე მოხვდათ და კითხეს პეტრესა და დანარჩენ მოციქულებს, როგორ მოვიქცეთ, კაცნო და ძმანო? ხოლო პეტრემ უთხრა მათ, მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით, ცოდვების მისატევებლად და მიიღებთ სულიწმენდის ნიჭს, რადგან თქვენ გეკუთვნით აღთქმა და თქვენ შვილებს და ყველა შორეულს, ვინცაც კი მოუხმობს უფალი ჩვენი ღმერთი და მრავალი სხვა სიტყვითაც უმოწმებდა, შეაგონებდა და ეუბნებოდა, გადაირჩინეთ თავი ამ გახრწნილი თაობისაგანო. ამრიგად ვინც მიიღო მისი სიტყვა, კიდეც მოინათლა და 3000-მდე სული შეემატათ იმ დღეს და გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებაში, მოზიარეობაში, პურის გატეხვასა და ლოცვაში კვიდრობდნენ ისინი. ეს ჩამონათვალი აქედან იწყება უკვე ის ნაწილი, რომელზეც კითხვის დამსვლელმა დასვა და ჯონ მაკარტური აი ამას უფრო გაშლის ამ თემას. ვიმეორებ და გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებაში, მოზიარეობაში, პურის გატეხვასა და ლოცვაში მკვიდრობდნენ ისინი. ყოველი სული შიშმა მოიცვა, რამე თუ მრავალი სასწაული და ნიშანი ხდებოდა მოციქულთა მიერ. ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ. მამულებსა და ქონებას ყიდდნენ, ესე იგი ეს გავრცობილი არის, ამაზეც შეჩერდება ჯონ მაკარტურის ყურადღება, ერთხელ კი არ გააკეთეს ეს, არამედ მუდმივად აკეთებდნენ ამას და უნაწილებდნენ ყველას თითოეულ საჭიროების მიხედვით. ყოველდღე ერთსულოვნად იყვნენ ტაძარში, სახლებში პურს ტეხდნენ და მხიარულებითა და გულუბრალოებით ღებულობდნენ საზრდოს. აქებდნენ ღმერთს და მთელი ხალხის წინაშე იხვეჭდნენ კეთილ განწყობას, ხოლო უფალი ყოველდღე მატებდა ეკლესიას გადარჩენილებს. აი ეს არის მთლიანად მე მინდოდა მთლიანად გვცოდნოდა და ეხლა ჯონ მაკარტური იწყებს ამის მას. ესე იგი პეტრე სულთმოფენობის დღეს დგება და იწყებს დიდ ქადაგებას. უდიდესი ქადაგებაა პეტრესი და ქადაგების მთავარი აქცენტი არის იერუსალიმელი ხალხს რომ უთხრას, რომ მათ მოკლეს მესია და ეს მათ არ მოეწონათ. ეს არ იყო იმის გამო, რომ ისინი გაბრაზდნენ, ეს იყო იმის გამო, რომ ისინი გახდნენ მხილებული, ისინი დანაღლიანდნენ, ისინი დადარდიანდნენ. ძალიან გულზე შემოეყარათ ეს, რომ მათ ეს ჩაიდინეს. 36 მუხლი ზუსტად აჯამებს ამას. ის ამბობს, რომ ღმერთმა შექმნა და შვა იგივე იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვითო და რომელიც არის უფალიც და ქრისტეც. ასე რომ როცა ეს გაიგეს, მათ გული ეტკინათ. და უთხრეს პეტრეს დანარჩენ მოციქულებს, კაცებო და ძმებო, რა ვქნათ, რა მოვიქცეთ, როგორ მოვიქცეთ. სხვა სიტყვებით ვთქვათ, აქ არის ზუსტად დანაშაულის აღიარება და ისინი განიცდიან დანაშაულის გრძნობას. ეხლა რა უნდა ვქნათ ჩვენ, რას ვაპირებთ? და შემდეგ პეტრე ეუბნება, მოინანიეთ, მოინათლეთ, თვითონ თქვენგანა იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მიტევა მიიღოს და მიიღებთ სულიწმენდის ნიჭს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის მოუწოდებს მათ ხსნას. ხსნის სიმბოლო გარეგნულად არის ნათლობა, შემდეგ კი თავის მიძღვნა იესოსადმი, რომელიც მოდის სულიწმენდის ნიჭით და ისინი უკვე მიეკუთვნებიან ქრისტეს სხეულს. და ეს მესეჯი, ეს გზავნილი მიდის დასკვნამდე 51 მუხლში, სადაც ნათქვამია, რომ ვინც სიამოვნებით მიიღეს მის სიტყვას, მოინათლენ იმავე დღეს და მათ შეემატა დაახლოებით 3000 სული. ასე რომ ეკლესია 3000 კაცით იბადება. გასაგებია ეს არის პირველი ეკლესია და შემდეგ 42 მუხლი მოგვითხრობს უკვე საეკლესიო ცხოვრების 4 ელემენტზე, რომელშიც ისინი მონაწილეობენ. და პირველი საკვანძო იდეა არის ის, რომ ისინი მტკიცედ დგანან ამ გადაწყვეტილებაში და აგრძელებენ ამას. ანუ რწმენაში უწყვეტობა ყოველთვის არის ჭეშმარიტი ხსნის ნიშანი.
და იონეს სახარება უკვე პარალელი რომ მოვიყვანოთ, მერვე თავიდან ამბობს, თუ თქვენ განაგრძობთ და დარჩებით ჩემს სიტყვაში, გასვოთ 31 და 32 მუხლები, თუ განაგრძობთ ჩემს სიტყვაში დარჩენას, თქვენ ნამდვილად ჩემი მოწაფეები იქნებით. ასე რომ მათ განაგრძეს ეს. ანუ იყო უწყვეტობა. 3000 გადარჩა და ამ 3000-მა გააგრძელა და ეს არის ევანგელიზმი, რომელიც გაკეთებაც ყველა სულს და არანაირი დანაკარგი არ არის. და ისინი იყვნენ 4 საქმით დაკავებული. პირველი, ეს იყო მოციქულთა მოძღვრება. ეს ნიშნავს უბრალოდ ღმერთის გამოცხადებას. ახალი აღთქმის, ახალი შეთანხმების შესწავლას. ცხადია რომ მათ არ უგულებყეს და არ დაივიწყეს ძველი აღთქმა, მაგრამ მათი როგორც ეკლესიის ცხოვრების ფოკუსირება მოციქულთა მიერ ნასწავლ და ჩამოყალიბებულ ახალ მოძღვრებაზეა დამყარებული. ანუ ახალ აღთქმაზე არიან ისინი ფოკუსირებული. და ხალხი ყოველთვის მეც მეკითხება და სხვათა შორის ეს მე ამას წინაზეც თქვი და გახსენეთ ხო რომ ჯონ მაკარტური აკეთებს ძალიან დიდ ფოკუსირებას ახალ აღთქმაზე და არის წიგნები რომელსაც ის საერთოდ არ განიხილავს და ძველი აღთქმის წიგნებს რომელსაც არ უბრუნდება გარდა იმისა რომ ილუსტრაცია მოახდინოს და აი აგერ პასუხი რატომ აკეთებს ამას ხალხი ყოველთვის მეკითხება რატომ ვატარებ მე ამდენ დროს თქვენთან ახალ აღთქმაში უკვე მოყოლებული 17 წელია, ხო? რატომ ვიყენებ მხოლოდ ამ ძირითად და რაღაცა აძველი აღთქმას, როგორც საილუსტრაციო წყაროს? ეს იმიტომ რომ მე მჯერა რომ ახალის დასაწყისიდანვე ეკლესია, მოციქულთა მოძღვრება, ახალი აღთქმის სწავლება იყო ეს მნიშვნელოვანი საკითხი, რომლითაც ისინი იყვნენ ყველაზე მეტად დაკავებული. ამიტომ მათ შეისწავლეს მოციქულთა მოძღვრება, ანუ ღვთის გამოცხადება და სწავლება, მოციქულთა მეშვეობით. რადგან ჯერ კიდევ არ იყო ეს ჩაწერილი და კანონად შეკრული. ეხლა მე ამას დავამატებ ერთ ნიუანსს, რა თქმა უნდა, შეიძლება ეს ეხებოდეს უფრო იმ ისრაელიანებს, ებრაელებს, რომელთვა უკვე იცოდნენ ძველი აღთქმა. მაგრამ რა ვქნა ჩვენ ახალმა ქრისტიანებმა, ჩვენ რომელსაც საერთოდ გაგებაში არა ვართ ძველი აღთქმის. ჩვენ ხო გვინდა რომ შევისწავლოთ, ხო? და ესე იქნებოდა წარმართებიც, რომელთაც უკვე აინტერესებთ და კი ამიტომაც შეიკრება ბიბლია მთლიან წიგნად, ძველი და ახალი აღთქმა. ასე რომ ესეც მე დამატების თვალსაზრისით რომ მნიშვნელოვანია. და რა თქმა უნდა, როცა შეისწავლი ძველ აღთქმას ისე ხშირად ვეღარ დაუბრუნდები. ახალ აღთქმას რაც შეეხება წერილებს, ხო? ეს ინტენსიურად სულ გჭირდება მასთან ურთიერთობა. სულ განსაკუთრებით სინოპტიკურ გოსპელებსაც უფრო სახარებებსაც უფრო შენ დაიმახსოვრებ, ხო? და ასევე თუნდაც იონეს სახარებასაც, მაგრამ წერილებს რაც შეეხება, სადაც უკვე იშლება ეს დოქტრინები, ძალიან ძნელია ამისი სიუჟეტურად დამახსოვრება და ამას სჭირდება ყოველთვის ურთიერთობა. და ასევე ძველ აღთქმის წიგნებში ალბათ ფსალმუნები იქნება ესეთი, რომელსაც მუდმივი ურთიერთობაში შენ უკვე გეხმარება ეს რწმენის გამაგრებაში, ხო? მეორე, აგრძელებს ჯერ მაგას, ესე იგი პირველი არის სწავლება, მეორე, ისინი ეწეოდნენ კოინონიას. და ეს არის ცხოვრების პარტნიორობა. ხედავთ? აი ეს ბიბლიაში ხლა ამ თავში გამოდიოდნენ მოციქულ მოძღვრებაში მოზიარეობა, აი ესე წერია, მოზიარეობა, ნახეთ, მოზიარეობა. და რას ნიშნავს ესა? კოინონია, ცხოვრების პარტნიორობა. რას გულისხმობთ ხლა ამ ცხოვრების პარტნიორობაში? ამის საუკეთესოდ გასაგებად გზა არის ამას ერქვა ინტიმიურად გაზიარება სულიერ დონეზე ცხოვრებაში. თუ გსურთ იცოდეთ რა არის ეს პარტნიორობა, ეს არის სიყვარულის პარტნიორობა. და ეს ალბათ საუკეთესოდ შეიძლება შეაჯამოთ ახალი აღთქმის ერთმანეთთან ლოცვით, აღადგინეთ ერთმანეთი, გიყვარდეთ ერთმანეთი, ააშენეთ ერთმანეთი, ანუგეშეთ ერთმანეთი. რაც არ უნდა ყოფილიყო პრობლემები, ისინი ურთიერთ სახურებაში იყვნენ დაკავებული. მესამე, პურის გატეხვა, საურადოდ დაკავშირებული უფრის ტრაპეზთან, ეს შეიძლება ასევე დაკავშირებული იყოს საერთოდ კვებასთან, საჭმელთან, ერთად ჭამა, ერთად კვება, მაგრამ მას აუცილებლად აქვს უფრის რაღაცა ელფერიც დაკრავს ამას, ტონიც. და შემდეგი არის უკვე ლოცვა. ასე რომ იყოს სწავლება, თანაზიარება, ერთად კვება და აუცილებლად ლოცვა. აი ეს 4 ინგრედიენტი ახასიათებდა იმ ეკლესიას, როცა იკრიბებდნენ. და რომ ჯერა რომ ეს დღემდე სიცოცხლის უნარიანი მოდელი არის ეკლესიის ცხოვრებისათვის. გარდა ამისა, ნათქვამია რომ იყო შიშის გრძნობა. ძალიან დიდი ყველა შიშმა მოიცვა, ყველა სულს. ეს იყო საოცარი ხალხის ჯგუფი. ადამიანთა ნებისმიერი ჯგუფი, რომელიც ასე მთლიანად არის დაკავებული ღვთაებრივი ჭეშმარიტებით
მოსიყვარულე, მოზიარე, ინტიმური, სულით აღსავსე, თანამეგობრობის სიცოცხლით უზიარებენ, ეს არის ყველაზე აბსოლუტურად მისაბაძი მაგალითი. ქრისტეს ჯვრის გარშემო შეკრებით. გულმოდგინედ ლოცვაში და ეს არის ძალიან დინამიური გავლენა, რომელსაც ადამიანები უყურებდნენ. მოციქულებმა მრავალი სასწაული და ნიშანი მოახდინეს. გაითვალისწინეთ, რომ ეს მოციქულებმა გააკეთეს და არა უბრალო ადამიანებმა. ეს იყო მათი პრეროგატივა და მის ბოძებული ნიჭები. რადგან ეს იყო ნიშნები, სასწაულები, რომელიც მოვიდა მოციქულების საჩუქრად, 1 კორინთელთა გახსოვთ ხო, თავის მიხედვით. ამის შემდეგ ნათელია უკვე 1 კორინთელთა მე-12 თავის მიხედვით. ახლა როცა გადავდივართ 44 მუხლში ნათქვამია და ყველა მის ირწმუნა ერთად იყო და ეს არის საერთო განცხადება, ერთად გულით და სულით, გონებით და შეგნებით. მათ ჰქონდათ ყველაფერი საერთო. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ რამე შენ გჭირდებოდა, მე მოგცემდი მაგას. თუ რამე მე მჭირდებოდა, შენ მომცემდი მაგას. და ეს არის გარკვეული აზრი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ყველაფერს ვენდობით რწმენის საზოგადოებას. ეს ანიშნავს კომუნიზმს. ანიშნავს იმას, რომ ყველამ აიღო და რაც ჰქონდა გაყიდა ყველაფერი, ვიღაცა დაჯდა ერთ ადგილზე და მერე უნაწილებდა ყველას თანაბრად, რაც კომუნიზმში არის მოცემული. და შემიძლია ეს დავამტკიცო 45 მუხლით, სადაც გამოყენებულია არასრულყოფილი ზმნის ფორმა. ისინი ყიდდნენ თავიანთ ქონებას და საქონელს და ანაწილებდნენ იმათ, ვისაც ეს სჭირდებოდა და საჭირო იყო. და როდესაც ავტორიზებულ ვერსიაში, ბიბლიაში ჩვენ ამერიკულ ავტორიზებულში ვკითხულობთ და გაყიდეს და დაშორდნენ. თითქოს ერთ მომენტში მათ რაღაცა გაყიდეს ყველაფერი, გაყვეს ისინი და ყველაფერი ერთგვარი ქრისტიანული კომუნიზმის სახე მივიღათ. მაგრამ ბერძნულში ზმნა ამბობს, რომ ისინი ყიდდნენ. ეს მუდმივი რამ იყო. ისინი შორდებიან როგორც და აძლევენ ხალხს იმის დამიხედვით, რაც ჭირდებოდა. ანუ მაგალითად ეს გამუდმებით ხდებოდა, როცა ვიღაცას ქონდა მეტი, ის გარკვეულ ნაწილს უზიარებდა ყოველთვის და არ მოუშორებია მას და არ გაუყიდია ყველა თავისი ქონება ერთბაშად. ასე რომ აქ ამ ადამიანთა საზოგადოებაში თუ მე მაქვს რაღაცა რესურსი, რომელიც ჩემთვის უხვადაა, თქვენ გაქვთ მოთხოვნილება, ჩემი სიმრავლის რესურსი გახდება თქვენი საჭიროების დაკმაყოფილება. 46 მუხლში ისინი ყოველდღიურად ერთსულოვნად აგრძელებდნენ ტაძარში სიარულს. რატომ? იმიტომ რომ მხოლოდ ეს ტაძარი იყო ერთი სალოცავი ადგილი. მათ არ ჰქონდათ შენობა და ეს გარკვეულად თაყვანს სცემდა და ეს იყო რაღაცა განსხვავებული ძველი აღთქმის აღსრულება. ეს იყო რაზეც ლაპარაკობდა ტაძრის ყოველი მსხვერპლს შეწირვა და ამიტომ ღმერთის თაყვანისცემის ადგილი იყო ტაძარი და ისინი ყოველდღე დადიოდნენ იქ. ასევე ეს იშვიათი იყო, არც ისე იშვიათი იყო ებრაელები, რომელიც ყოველდღე მიდიოდნენ იქ და ზოგიერთი მორწმუნე ებრაელი ყოველდღე დადიოდა ტაძარში, ეს ჩვეულებრივი წესი იყო. შემდეგ იყო მოდის ეს საუზმის უკაცრავად საკვების გაზიარება და ფიქრობ ესევე გულისხმობს უფლის ტრაბეს, თუმცა ეს აშკარად არ არის მითითებული აქ, რომ კარდაკარ ერთმანეთის სახლებში დადიან და ისინი ერთად იკვებებიან, სიხარულით იღებენ საკვებს და ერთგულებით ადიდებენ ღმერთს და ქონდათ ძალიან კეთილგანწყობა მთელ ადამიანებში. შემდეგ მოდის რომ უფალს ემატებოდა ეკლესიის ყოველდღიურად ადამიანები, ვინც უნდა გადარჩენილიყო. და ეს არის ზოგადი მიმოხილვა. ეხლა თქვენ რაიმე კიდე კონკრეტული გაინტერესებთ, რაც გინდათ რომ ამას დავამატო? და კითხვის დამსვენელია, დიახ, ეკლესია ეხლა უკვე არც თუ ისე ხშირად იკრიბება აქ ამერიკაში, როგორც მაშინ იყო. თქვენ დღევანდელი ეკლესია გაინტერესებთ, ხომ? დიახ, ეკლესია ამერიკაში, იმიტომ რომ მე შევამჩნიო, რომ ამერიკაში ეკლესიას აქვს განსხვავებული მიდგომა ამ საკითხთან და უფრო იშვიათად ხვდებიან ხოლმე მაგალითად კვირას ან კვირა და ოთხშაბათს, მაგრამ როდესაც მაგალითად მე კორეაში ვიმყოფებოდი, კორეის ეკლესია, იქ გამუდმებით ერთად არიან და ერთად ლოცულობენ და ღვთის დინამიკა უბრალოდ იქ წარმოუდგენელია და ეს დიდი განსხვავება მე აქ რაც ვნახე ამერიკაში. და ჯონ მაკარტური ახლა მიხვდა უფრო საითკენ ემაშვებოდა ეს კითხვის დამსველი და აგრძელებს პასუხს. ნება მოვეცით, ნახოთ ახლა ეს შემიძლია თუ არა ამაზე გაგაცეთ პასუხი. ეკლესია ჩემი აზრით, ჩვენ უნდა დავადგინოთ, რას გულისხმობთ ეკლესიაში. არ ამგონია, როცა პურს ტეხავდნენ კარდაკან, მთელი ეს 3000 ადამიანი ყოველდღე ერთმანეთის სახლში იკრიბებოდა.
ხო, რა თქმა უნდა, კითხვის დამსვლელიც ეთახმება. ფიქრობ, რაც იქ ხდებოდა, მორწმუნეები იკრიბებდნენ, როგორც ყოველდღიური ცხოვრების ეს რაღაცა წესია და საკითხი. და შეიძლება ყოფილიყო აქ, იქ, ან ყველგან. იმიტომ რომ ცხოვრება იქ ძალიან კომუნალური იყო. სხვანაირი ცხოვრების წესი ჰქონდათ მაშინ იქ ისრაელშიც და იერუსალიმშიც. იქ არ იყო მაგისტრალები, არ იყო ჩქაროსნული ესტაკადები, არ იყვნენ სამსახურებით ესე დაკავებული და გაუცხოებული ადამიანები. გულისხმობ, შენ რო ქალაქში ცხოვრობდი, დღეს რომ წახვიდეთ იერუსალიმში, ხო? ძალიან მშვენიერი იქნება თუ ნახავთ, შეძლოთ ეს ძველი ქალაქი ნახოთ. მე ვარ ნამყოფი რამოდენიმეჯერ, სადაც იქ კედელი დგას, იმიტომ რომ შეგეძლო იმ ქალაქში ნებისმიერ ადგილზე გაგესერნებინა. აი ფეხით, რაღაცა რამდენიმე წუთში უკვე ნებისმიერი ადამიანის ოჯახში იქნებოდი. ასე რომ ცხოვრება იქ, რა თქმა უნდა, განსხვავებული იყო. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, სარიც რა ქვია, განსხვავებული, მაგრამ ჩვენ აქ გვაქვს ბიბლიის საშინაო სწავლა, ჯგუფებით იკრიბებიან, იქ არიან ლიდერები, სამწყსო, მეგობრები, სამეგობრო ჯგუფები, რომლებიც ერთად ვაკეთებთ და ვცდილობთ ამ სულიერი სიახლოვის ურთიერთგანცდა კონდეს, ურთიერთსტიმულირებისათვის, რაც უნდა იყოს მუდმივად ქრისტიანებს შორის. და სანამდე თქვენ მაგალითად კიდევ რამეს დამისვადოთ, მე თავს უფლებას მივცემდი და გადავხვდებოდი საპნის კოლოფზე. და ეს გამოხატვა ინგლისურად ნიშნავს, როცა შენი აზრი გინდა გამოხატო გრძნობებით და ემოციებით. უფრო ეთყობა რომ ჯონ მაკარტური როლებში შევიდა და უფრო იმას აქნა ამ დასმულმა კითხვამ უფრო სტიმულირება მიცა. და ამბობს ესეთ რამეს. ჩემი საყვარელი ცხოველის ერთ-ერთი შეშფოთება და რაღაცა ეს არის რა ქვია პრობლემაო, რომ ადამიანები განსაკუთრებით ეყრობიან კვირადღეს თაყვანისმებას ისე, თითქოს და ეს იყოს ასარჩევი ვარიანტი. შეიძლება ახლა თარგმანში ცოტა კარგად არ გამომივიდა, მაგრამ ესე არის მოწოდებული ხატოვან მაგალითს იყენებს ჯონ მაკარტური რომ გადმოცეს. მაგრამ საუბარი იმაზეა და ამბობს, რასაც მე ამაში გულისხმობ, არის ის, რომ მე ძალიან გული მწყდება იმაზე, როდესაც არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მაგალითად 4 კვირიდან მხოლოდ 2 კვირა მოდიან ხოლმე აქა და გონიათ, რომ ამითი ღმერთს სიკეთეს უკეთებენ და აქეთ დაგვაკისრებენ თითქოს და ჩვენ რაღაცა ვალდებულებას. და თუ მაგათ აინტერესებთ, არ იქნება დღეს საინტერესო ქადაგება? მაშინ მე მივალ. თუ არა და ეხლა მე არ მაქვს სურვილი რომ მივიდე. ხედავთ? და შეიძლება დრო და დრო მართლაც მე საინტერესო ვიყო, ჩემი საუბარი საინტერესო, მაგრამ მე ვერ გპირდებით, რომ ყოველთვის ჩემი ქადაგება იქნება ამაღელვებელი, როცა პირს გავაღებ. მაგრამ ადამიანების ვალდებულება არის ისეთი ვალდებულება, რომელიც ამბობს, თუ გაქვს შენ ეხლა რაღაცა, რაც მე მაინტერესებს და რასაც მე მომცემ, მე მოვალ შენთან. ხედავთ? და ესე არ არის წესით უნდა იყოს განა ის შერას მიიღებ, არამედ რომ მე ეკლესიაში წავიდე და როგორ შემიძლია განვადიდო ღმერთი, როგორ შემიძლია ჩემი ცხოვრებით, ხო, ჩემი ცხოვრება ამ სიტყვამ, ღმერთის სიტყვამ უფრო კარგად დამანახოს, უფრო კარგად ვიქნე მხილებული. განა ის რომ ვიღაცა მე მემსახუროს, როცა კვირა დღეს მივალ ეკლესიაში ან 4 შაბათს, არამედ მე როგორ შემიძლია მივიდე და სხვას ვემსახურო. ხედავთ? მაგრამ ჩვენ აქ ამერიკაში სამწუხაროდ გვაქვს ეს მენტალიტეტი. ინდივიდუალური კეთილდღეობის მენტალიტეტი. პირადი, ეგოისტური. ჩვენ გვაქვს ეს რაღაცა გარიგება, რომელიც ამბობს, რა გააკეთე ჩემთვის შენ? რა შეგიძლია შენ ჩემთვის გააკეთო? ან time is money. და ხომ იცით? დრო ეს ფულია. და ხომ იცით 17 წლის განმავლობაში, ნახეთ, მე ისევ აქ ავდგევარ და ზოგისთვის ალბათ შეიძლება ეს ძველი გაცვეთილი ქუდი ვიყო და ის ამბობს, ნახეთ, არდა მე გავარ იმ ღარიბებს, რომელსაც თქვენ ვერ მოიშორებთ, იმ მათხოვრებს, რომელსაც თქვენ ვერ მოიშორებთ, მე მედალივით ვარ თქვენზე ჩამოკიდებული. რა ვქნა, ისა ვარ, რაცა ვარ. ხედავთ? და ჩვენ ცხოვრობთ ისეთ საზოგადოებაში, სადაც ყოველთვის სიახლე უნდათ, ყოველთვის იწყენენ ერთი და იგივეთი. ხედავთ? იმიტომ რომ უამრავი ვარიანტია ასარჩევი აქ. მე მახსოვს, როცა პატარა ვიყავი, ახალგაზრდა, ხომ? ყველაზე, ესე ვთქვათ, პოპულარული რამ, აი ყველაზე საინტერესო რამაც ხდებოდა იმ ქალაქში, მე სადაც ვიზრდებოდი, ეს იყო კვირა ღამის საეკლესიო მსახურება. ნახეთ? და ძალიან შესანიშნავი იყო.
და ყველა იქ ეტრფოდა, იქ უნდა წასვლა, რომ რაღაცა საინტერესოს გაიგებდა და რაღაცას მიიღებდა. შენ ალტერნატივა არ ქონდა. ან უნდა დარჩენილიყავი სახლში და მოგესმინა იმ ხრაშუნა რადიოსთვის ფხიჭი-ფხიჭით რომ მოდიოდა. ეს იყო ძალიან ამაღელვებელი და ძალიან სასიხარულო მომენტი, ძალიან ძვირფასი. და დღეს ახლა ჩვენ უკვე საცხოვროთ, უკვე სხვა დროში ცხოვრობთ, ადამიანებთან აქვს ძალიან ბევრი რამე გასართობი და ყველანაირად ცდილობენ თავიანთი ყურადღება უკვე დააკავონ და გაერთონ სხვადასხვა საშუალებებით. და ეს თქვენი შეკითხვა ძალიან კარგად დასმული შეკითხვაა და ძალიან აქტუალურია. ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ ყოველთვის გავატაროთ ურთიერთობა მსგავსი ძვირფასი რწმენის მქონე ადამიანებთან და უფრო ხშირად დავყოთ მათთან და ასე ვიყოთ უფრო მჭიდრო ურთიერთობაში. ჩვენ არ უგულოვებთ და ზურგს არ ვაქცევთ ამ სამყაროს. რაც გვჭირდება, ხო? რაც გვჭირდება, იმას ჩვენ ვიღებთ ამ სამყაროსგან. სამსახური იქნება თუ ყველაფერი, მაგრამ ჩაძირვა მთლიანად ამ მიწიერ საქმეებში ჩვენ უკვე დროს გვართმევს, რომ ჩვენ უფრო ინტიმურ ურთიერთობაში შევიდეთ ერთმანეთთან, მორწმუნეებთან. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რაც თქვენ წამოწიეთ. გედავთ, მე უკვე დავიწყეთ ცოტა ქადაგება და ამიტომ თუ არ შევჩერდები ახლა, ხო, მე შეიძლება უფრო და უფრო გავაგრძელო. მადლობა ამ კითხვისათვის, რომ მე ესეთი ბიძგი მომეცით და ესეთი ამაზე დამაფიქრეთ. მადლობა ჯონ თქვენ.